ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს რატი ბრეგვაძე დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და ცენტრის ახალ გეგმებზე ესაუბრა. ცენტრი წელს გააგრძელებს ახალგაზრდული ბანაკების და კულტურულ-შემეცნებითი ფესტივალების გამართვას. საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავ დარჩება ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა და პროექტებში ჩართვა. ხელმძღვანელობის ცვლილება ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა რეორგანიზაცია, შეიქმნა ახალი სამსახურები, რომლის მიზანიც მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვებს და ახალგაზრდებს მიეცეთ უფრო მეტი საშუალება იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად. რეორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეცეს უფრო მეტი საშუალება საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ძველი პროექტები და ფესტივალები არის, მაგრამ ეს ფესტივალები შინაარსობრივად შეიცვალა. ერთი ფესტივალის მაგრამ იქნება 4 ფესტივალი, ეს იქნება 17-27, რომელიც დაიწყება ახლა 17 მარტს და დასრულდება 27 მარტს.